მოკლედ მოვიდა ზაფხული და როგორც ყოველთვის ხალხი ემზადება ზღვაზე და აუზებზე გასასვლელად. Რაღაცებმა მოასწრეს ფორმაში ჩადგომა, ზოგი უკვე დანებდა და ზოგი ახლა აპირებს დიეტის დაწყებას. Ამ ვიდეოში გეტყვით რატომ არის ზაფხული ყველაზე ცუდი დრო დიეტის დასაწყებად და როგორ უნდა დაგეგმო დიეტა ისე, რომ დასაწყისშივე მარცხისთვის არ იყო განწირული. ხშირად გვავიწყდება, რომ ადამიანები ყოველთვის ისე არ ვიქცევით, როგორც ვგეგმავთ. ეს რამე პიროვნული ნაკლი არაა, უბრალოდ ყოველთვის შეიძლება ისეთი რამე გამოჩნდეს ცხოვრებაში, რაც ჩვენს გეგმებში არ იყო გათვალისწინებული და წონის დაკლების შემთხვევაში ზუსტად ეგრე ხდება. ყველაფერი ზუსტად გაწერილი რომ გქონდეს, კალორიებს ითვლიდე, საკმარის ცილებს, ხიმებს თუ ნახშირწყლებს ჭამდე, მაგრამ ყოველ კვირა ვიღაცის დაბადების დღეზე გიწევდეს წასვლა, რაც არ უნდა ნებისყოფიანი ადამიანი იყო, მაინც რთულია სასმელზე და საჭმელზე უარის თქმა. ანუ დიეტის დაგეგმვისას მარტო ის კი არ უნდა გაითვალისწინო, რომელი საჭმლის ჭამა შეიძლება და რომლის არა. იმაზეც უნდა იფიქრო, რა გაქვს დაგეგმილი დიეტის პერიოდში, რამაც შეიძლება გეგმის შესრულებაში ხელი შეგიშალოს. ასეთი რაღაცებია დაბადების დღეები, ქორწილები, მოგზაურობა, დასვენება და ასე შემდეგ. აი წარმოიდგინე ახალ წლებზე რომ გადაწყვიტო წონის დაკლება. უნდა გამოტოვო ახალი წლის სუფრა, ბედობა, შოობა, ძველით ახალი წელი. რატომ არ უნდა შეირგო ადამიანმა ეს დღესასწაულები, თუ მაინც და მაინც რამე სერიოზული პრობლემა არ გექნება წონის გამო. უკეთესი არ იქნებოდა რომ დაავადებოდი ამ დღეების გადავლას და მერე დაგეწყო წონის დაკლება. არც გართობას გამოტოვები და არც ის უცნაური ტიპი იქნებოდი ახალი წლის სუფრაზე არაფერს რომ არ ჭამს. და შეიძლება სუფრაზე ისე ჭამო, რომ თვალ არ გაიფუჭდეს დიეტა. და ამაზეც ვისაუბრებთ მოგვიანებით. მაგრამ პირველი ინსტინქტი ასეთი მნიშვნელოვანი დღესასწაულების დროს მაინც დიეტის დაპაუზება ან გადადება უნდა იყოს. იმიტომ რომ დღესასწაულებზე დიეტასაც აფუჭებს და დღესასწაულებსაც. მაინც თუ გადაწყვიტე რომ აუცილებელია დიეტის დაცვა და სადმე გასართობად მიდიხარ. ან უფრო მნიშვნელოვანი ვთქვათ, მეგობრის ქორწილში. ალბათ 1-2 საათი გაძლებ დარღვევის გარეშე. და თან ამ დროის განმავლობაში ვიღაცებს უნდა აუხსნა, რატომ არ ჭამდა სვამ, როგორც დანარჩენი ნორმალური ადამიანები. მერე ამოგივა ყელში ეს დიეტა და იფიქრე რომ მეგობრის ქორწილი ცხოვრებაში ერთხელაა და დიეტის დარღვევა ღირს და ალბათ იმაზე მეც შეჭამდა დალე ვიდრე ჩვეულებრივ, იმიტომ რომ მოშიებული ხარ და 2 კვირა არაფერი გემრიელი არ გიჭამია. თან ვიღაც გეტყვის, მე მეგონა დიეტაზე იყავიო და ნერვები მოგეშლება და მოკლედ საბოლოოდ ისე გამოვა რომ ვერც დიეტას დაიცავ და ვერც ნორმალურად გაერთობ. რატომ უნდა გააკეთო ამდენი უაზრობა, როცა უბრალოდ შეგიძლია თქვა მეგობრის ქორწილში მივდივარ, ამ დღისთვის დავაპაუზებ დიეტას და შემდეგი დღიდან ჩვეულებრივ გავაგრძელებ რუტინას. არც ნერვები მოგეშლება და არც ზედმეტად დაისტრესებ. თუ დიეტას იწყებ და წინასწარ იცი რომ ასეთი დღეები შემდეგ ორ თვეში ბევრი იქნება, მაშინ საერთოდ გადადება უკეთესი იდეაა. როგორც ახალი წლის მაგალითზე ვთქვით, თუ დიეტას იწყებ და პირველ თვეში იცი რომ ორი მეგობრის დაბადების დღეზე გიწევს წასვლა, კიდევ ერთ ქორწილზე და თან ერთი კვირით მოგზაურობ, ამ დროს დიეტის დაწყება უაზრობა იქნებოდა. ამიტომ ვამბობ რომ ზაფხული დიეტის დასაწყება ცუდი დროა. პრობლემებს ზაფხულში ვიღებთ, ზღვაზე მივდივართ, სოფლებში დასასვენებლად, სადაც ხშირ შემთხვევაში გემრიელი საჭმელი და სასმელი გვხვდება. ამ დროს ასეთი რაღაცების აკრძალვა განწყობასაც გაგიფუჭებს და წელიწადის იმ დროს, როცა წესით უნდა ისვენებდე, საჭმელზე ნერვიულობაში გაატარებ. მაგრამ არც იმას ვამბობ, რომ რაც გინდა და რამდენიც გინდა, იმდენი უნდა ჭამო. ისე არ უნდა გასუქდე, რომ მერე წონის დასაკლებად ორჯერ მეტი დრო დაგჭირდეს. ასეთ პერიოდებში უნდა იცადო წონის შენარჩუნებას, ან მაქსიმუმ 1 ან 2 კილოს მომატებას. წონის დაკლებასა და შენარჩუნებას შორის განსხვავება არის დაახლოებით 500 კალორია. მაგრამ ეს 500 კალორია იმაზე მეტია, ვიდრე ბევრს გქონია. 500 კალორია შეიძლება იყოს ერთი მთლიანი კვება, რომელიც დღის რაციონს შეგიძლია დაამატო. ან კვება გამოტოვო და 2-3 ჭიქა ლუდი დალიო ისე, რომ წონის მომატებაზე არ ინერვიულო. რა თქმა უნდა, მაინც უნდა იცადე, რომ უმეტესად ჯანსაღი საკვები ჭამო. მაგრამ ეს ექსტრა 500 კალორია საშუალებას გაძლევს, რომ უფრო თავისუფლად იყო და დასვენება შეირგო. და ზოგადად თუ ჯანსაღ ნორმებში იჭდები, რამდენიმე კილოს მომატებაზე ნერვიულობა არ ღირს. არც ისე ძალიან გეტყობა, როგორც შენ ფიქრობ და გინდაც გეტყობოდეს, არც ერთ ნორმალურ ადამიანს არ აინტერესებს 15% ცხიმი იქნება ტანზე თუ 17. რომ შევაჯამოთ გართობა და დიეტა ერთად თითქმის არასდროს გამოდის. ამიტომ ეცადე რომ დიეტა ისეთ დროს დაგეგმო, როცა ბევრი გართობა არ გიწევს. გართობის პერიოდებში ეცადე რომ წონა შეინარჩუნო მინიმალურად მოიმატო და წონას თუ მოიმატებ, არ იფიქრო რომ ყველაფერი წყალში ჩაგეყარა, იმიტომ რომ ფორმაში დაბრუნება იმაზე სწრაფად შეგიძლია, ვიდრე გონია. ამ ვიდეოსთვის სულ ეს არის. მადლობა ყურადღებისთვის. და ლაიქე ვიდეო თუ მოგეწონა და გამოიწერე არხი რომ შემდეგი არ გამოტოვო.